დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. რატომ დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა თავის მემკვიდრედ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური გამოცდილება თუ ნდობის ფაქტორი შეძლებს თუ არა 31 წლის პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ერთიანი გუნდის შენარჩუნებას და ვინ გახდება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის შემცვლელი. შეცვლის თუ არა ღარიბაშვილი ივანიშვილს ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის პოსტზეც, რაც ცვლილებები შეიძლება მოხდეს პარტიის სტრუქტურაში. ქრონომეტრის კითხვებს დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი უპასუხებს. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქრონომეტრი. სტუდიაში ჟურნალისტი ეკავებ ხვაძე მუშაობს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. მე მას მივესალმები. საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. 292 11 88 292 11 99 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომრები, ასე რომ შეგიძლიათ ამ ნომრებზე დარეკოთ გადაცემის ლელობისას და დასვათ კითხვები, თუ კი ასეთი კითხვა გაგიჩნდებათ. მადლობა. პირველი რიგში რაც მე უნდა გკითხოთ თქვენ არის ყავს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ძალიან საინტერესოა თქვენი პასუხი კითხვაზე, რატომ ირაკლი ღარიბაშვილი რა იყო გამსაზღვრელი, როდესაც ის რაღაცნაირად აირჩია პრემიერ-მინისტრმა და იყო თუ არა სხვა კანდიდატურა, რას დაეყრდნო ამჟამად პრემიერ-მინისტრი, ეს იყო რაღაცა ნდობა თუ პოლიტიკური გამოცდილება? ჯერჯერობით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ბატონი ირაკლი დასახელდა და ვფიქრობ პარლამენტი მას საპარლამენტო უმრავლესობა და არა მხოლოდ უმრავლესობა მხარს დაუჭერს და ჩვენ უკვე ალბათ თვის ბოლოს გვეყოლება ახალი პრემიერ-მინისტრი მისი სახით. განიხილებოდა და ეს ცნობილია საზოგადოებისთვის რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ბატონი ირაკლის, საბოლოოდ კოალიციამ პრემიერის შემოთავაზებით მხარი დაუჭირა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას. მე ვფიქრობ, რომ გაკეთდა სწორი არჩევანი, ვინაიდან ვითარებაში, რომელშიც დღესაა საქართველო, ჩვენ გვჭირდება ეფექტური მთავრობა, პრემიერი, ენერგიული ადამიანი, ვისაც აქვს ერთი მხრივ ძალიან კარგი უნარი მართვის და აჩვენა გამოცდილებამ ერთწლიანმა, რომ ეს ნამდვილად ასეა. მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობების ერთგულება და აქ საილუსტრაციოდ ჩემი ნათქვამისა თუნდაც ერთ ფაქტს მოვიყვან, ძალიან მნიშვნელოვანს ჩემი აზრით, ის რომ არჩევნები ჩატარდა ასეთ გარემოში და წინა საარჩევნო პერიოდი საპრეზიდენტო იყო ასეთი მშვიდი და დემოკრატიული, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული სწორედ პოლიციის როლზე და ადგილზე. ჩვენ კარგად გვახსოვს პოლიცია როდის რას აკეთებდა. მართალია დღეს პოლიტიკური ნება იყო სწორედ ასეთი, რომ ყველას თავისი ადგილი ჰქონოდა ამ წინასაარჩევნო პროცესში და ყველაფერი ყოფილიყო კანონთან შესაბამისობაში, მაგრამ ძალიან რთულია ისეთი მრავალკომპონენტიანი მექანიზმის მოქმედებაში მოყვანა, როგორც გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბატონი ირაკლი ამ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდა. იმდენად მინიმალური იყო და ეს მინიმალურიც კანონთან სრულ შესაბამისობაში პოლიციის მონაწილეობა, რომ ამას ჩვენი ოპონენტებიც კი აღნიშნავენ, როგორც თქვენთვის ცნობილია. არის კიდევ არაერთი. თუმცა საუბრობენ იგივე უმცირესობაშიც, თქვათ რაღაცნაირად იმ მინუსებზე, რაც ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს და არა წარმატებაზე. ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ მას არანაირი რეფორმები არ განუხორციელებია შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ეს იყო აწყობილი სტრუქტურა და მას დახვდა ეს სტრუქტურა. ოპონენტები ჩვეულებრივ ასე საუბრობენ, ეს ალბათ უნებრივი რამ არის, თუმცა ავიწყდებათ ოპონენტებს მთავარი რამ.
კერძოდ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში მართლაც საფუძვლიანი რეფორმაზე უფრო მეტი რამ მოხდა. ის, რომ პოლიციამ დაიკავა მისთვის კუთვნილი ადგილი. კანონის მიხედვით და მისთვის კუთვნილი ადგილი ჩვენ საზოგადოებაში და სახელმწიფო ცხოვრებაში. დეპოლიტიზება მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მეტიც მოხდა. პოლიცია სადამსჯელო ორგანოდან გადაიქცა კანონის დამცველ, ადამიანების დამცველ, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ ორგანოდ. ეს რთული გზა არის, რა თქმა უნდა. ერთ წელიწადში ამას ვერ დაასრულებ, მაგრამ ისეთი ნაბიჯები გადაიდგა უკვე, რომ ჩვენ შეგვიძლია იმედიანად ვიყოთ და ეს რეფორმა, თუ ამას რეფორმას დავარქმევთ, ნამდვილად უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილის სახელს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძვირფასო მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს, როგორი წინასაარჩევნო გარემო იყო საქართველოში და თუ კი ბევრი იტყვის, რომ პოლიცია სადმე რამეში ერეოდა უკანონოდ, მეგონი ასეთი ადამიანები არ მოიძებნებიან, მე დავდიოდი სოფლებში, რაიონებში სხვებთან ერთად და სიხარულით აღნიშნავდი იმას, რომ არსად არ ჩანდა პოლიციელი. საერთოდ პოლიციელი თუ კი გამოჩნდებოდა დიდ მრავალათასიან მიტინგზე, მხოლოდ იმიტომ, რომ წესრიგი დაეცვა და მოძრაობა არ შეფერხებულიყო, ანუ აკეთებდა იმას, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. ეს ნამდვილად დიდი რამ არის, დიდი მიღწევა. მე აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ რაღაც წარსულს ჩაბარდა შეიძლება ასე ვთქვათ, ალბათ ეს შიშის ფენომენი ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ყველა ფიქრობდა უსმენდნენ თუ არა, რომ აუცილებლად უსმენდნენ და რომ პოლიცია იყო ორგანო, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო პრაქტიკულად ყველა საკითხი, ბიზნესს ეხებოდა ეს თუ სხვა თემას ჩვენთვის აქტუალურს. ეს რომ მოიხსნა, ეს რომ ასე აღარ არის, ამისგან რო გათავისუფლდა საზოგადოება და თავად პოლიცია და პოლიციელიც. ფაქტიურად ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში მე ასე ვიტყოდი, შეიძლება ახლა გვისმენდნენ პოლიციელები და სხვანაირად იფიქრონ რამე, მაგრამ მე ასე ვიტყვი, პოლიციელებს დაუბრუნდათ ღირსება. როდესაც პოლიციელი წელგამართულია და იგი ადამიანთან, მოქალაქესთან ისე ახერხებს ურთიერთობას, რომ მისი არათუ არ ეშინიათ, არამედ მის მიმართ პატივისცემა აქვს, რაც იყო სხვათა შორის ნაწილობრივ, როდესაც პატრულის რეფორმა დაიწყო ამ ქვეყანაში, თქვენ ყველას კარგად გახსოვთ. ასე იყო თავიდან პატრულის მიმართ იყო მოკრძალება, პატივისცემა, მაგრამ ეს ხომ რიგითი თანამშრომლების ან საშუალო რგოლის წარმომადგენლების ბრალი არ არის ის, რაც მერე მოხდა, რომ პოლიცია რეალურად ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთას და გადაიქცა სადამსჯელო ორგანოდ. აი ამის ზოგადად მოიაზრებოდნენ, რომ მაგალითად ვანო მერაბიშვილიც იყო პოლიციელების დამცველი თავის დროზე, როგორც მინისტრი. ამბობენ, რომ იყო პოლიციელების დამცველი და უწყების ინტერესების დაცვა თავისთავად ცუდი კი არ არის, მაგრამ როდესაც შენ ამ ინტერესებს იცავ, იმიტომ რომ შენი ერთგული იყოს ყველა შენი თანამშრომელი და ლამის გადაყოლილი ხარ ამ თანამშრომლებზე, მაგრამ მეორე მხრივ პერსპექტივაში ამ ადამიანებს მთავარ რამეს უფუჭებ, ასე ვიტყოდი. უფუჭებ ურთიერთობას თანამოქალაქეებთან. ეს არის საშინელება. ჩვენში ტრადიციულად მე ასე ვიტყოდი, პოლიციელისადმი, წარსულში მილიციელისადმი დამოკიდებულება იყო სხვადასხვა გვარი. ხან კარგი, ხან ცუდი, გვახსოვს 9 აპრილი 99 წლისა, იქ მილიციის როლი. მაგრამ ის რაც მოხდა ბოლო წლების და გვახსოვს ძალიან კარგად ედუარდ შევარდნაძის მმართველობა, როდესაც ქრთამი და აღებმიცემობა ჩვეულებრივი რამ იყო ლამის ამ სისტემაში ისე როგორც მთელს ქვეყანაში, მაგრამ ის რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, ამ 9 წლიდან ალბათ გამოყოფდი ბოლო წლებს განსაკუთრებით, არ ვიცი, ალბათ 2007 წლიდან მოყოლებული ყველაზე უფრო მძაფრად, როცა პოლიცია მოინდომა ყველას და ყველაფრის გაკონტროლება იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ეს იყო ისეთი სიმახინჯე, ისეთი ანომალია, რომ კვლავ ვიმეორებ, ამის დასრულება ერთ წელიწადში ნამდვილად არის ახალი მთავრობის და უპირველესად პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და მასთან ერთად
ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურება. კიდევ ერთი მინუსი, ალბათ რამდენიმე მინუსი არსებობს, რადგან ოპონენტები საუბრობენ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ეს თემა რო ამოვწუროთ, ბარემ ვიტყოდი, თავარი არის მისი ასაკი, ბატონო არმაზ, ის არის 31 წლის, ანუ რა პოლიტიკური გამოცდილება შეიძლებოდა ქონოდა ამ ასაკის ადამიანს, რომელიც მოიაზრება და უკვე წარდგენილია პრემიერ-მინისტრად და ასევე საუბრობენ გამოუძიებელ საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგალითად რაფალიანცის საქმე, რომელიც მან აიყვანა პირად კონტროლზე. ანუ არის რაღაცები, რაზეც აქვთ ოპონენტებს სასაუბრო. შეუძლებელია რომ არაფერი იყოს სასაყვედურო. ახლა ჩვენ ასეთი პოლიცია როგორ გვეყოლება დღეს, ასეთი პოლიცია არ არის წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში. ჩვენთანაც ვერ იქნება. ბევრი საქმე შეიძლება იყოს გამოძიებული, ბევრი ხარვეზი კვლავ არსებობდეს, ნიშნულოვანი, მეორე ხარისხოვანი, მაგრამ ხარვეზი რაც შეეხება ასაკს და გამოცდილებას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა ხელისუფლებაში მოვიდა თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მასაც პოლიტიკური გამოცდილება არ ქონია და ჩვენ ყველა კარგად ხედავდით, როგორ ყოველთვიურად, ყოველ ჯერზე იგრძნობოდა, როგორ მდიდრდებოდა მისი გამოცდილება, როგორ იხვეწებოდა იგი პოლიტიკურად, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მეტნაკლებად მთელ გუნდზე, მეტნაკლებად, მათ შორის რა თქმა უნდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელსაც შესაძლოა წლების განმავლობაში არ ქონდა პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ ეს ასე ვიტყოდი, რაღაც თვალსაზრისით პლუსიც კი არის, როცა არ გაქვს ამგვარ პოლიტიკაში საქმიანობის გამოცდილება, ეს დიდი პლუსიცაა, მაგრამ როდესაც გაქვს კონკრეტულად ოპოზიციაში გულმხურვალედ ყოფნის და ძალიან კარგი მენეჯერული თვისებების გამოვლენით, აი ამ ტიპის გამოცდილება როცა გაქვს და მერე გაქვს 1 წლის განმავლობაში მთავრობაში ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილება, მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება რა თქმა უნდა ჩაითვალოს საკმარისად იმ პირობებში, ხას გავუსვამ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით რეალურად უკვე დემოკრატიულ პროცესში. რაც შეეხება ეკონომიკურ სფეროში გამოცდილებას, ამასაც გეტყვით, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვთქვათ გამოცდილება აკლია პოლიტიკოს დაუშვათ. ასეა, მაგრამ იგი უკვე დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ეს მანქანა ძალიან ძლავრად არის მომართული, ამის საფუძველს მე მაძლევს როგორც 1 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული პროცესი, ასევე განსაკუთრებით 27 ოქტომბრის არჩევნები და შედეგი ამ არჩევნებისა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახლა ამ გამოცდილებით და მე ვფიქრობ, რომ მას საკმარისი გამოცდილება აქვს ნამდვილად, სავსებით შესაძლებელია წარმატებული რეფორმების გაგრძელება და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელია ის, რომ ეს დემოკრატიული პროცესი იყოს შეუქცევადი. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, აქ კი მე მგონი, რომ ბატონ ირაკლის ნამდვილად აქვს გამოცდილება. ბიზნესში ალბათ მუშაობის, ხო? ბიზნესში მუშაობის გამოცდილება ეს არ არის მცირე პატარა ქვეყანაში, მით უფრო, როდესაც საქმიანობ წარმატებულ ბიზნეს სტრუქტურაში და როცა თავად ხარ წარმატებული ამ საქმიანობაში, მე მიმაჩნია, რომ ეს დიდი რამაა და ამასთან ერთად აი პოლიტიკურ გამოცდილებაშიც და ეკონომიკურ და სხვა სახის სამეურნეო გამოცდილებაშიც მე გამოვყოფთი ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რაც მე ვფიქრობ აქვს ნამდვილად დღევანდელ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, წარდგენილს პრემიერ-მინისტრად, ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა და ზრდა. შეიძლება იყო ასაკოვანი და არ გეტყობოდეს რომ იზრდები და შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა, არათუ 31 წლის, არამედ 20 წლის, მე ასეთებს ვიცნობ, ვინც მუშაობს საკუთარ თავზე, იზრდება და რაც მთავარია, ვისთვისაც ფასეულობებს აქვს მნიშვნელობა. ანუ თუ კი ერთი მხრივ შენ მუდამ მუშაობ შენ თავზე, იზრდები და გამოცდილებას, რასაც შეიძლება სხვა 5 წელი, 10 წელი მოანდომებ და შენ ამას 2 და 3 წელიწადში ითვისებ და ეს სავსებით შესაძლებელია, მე ვფიქრობ თქვენ დამეთანხმებით. მეორე მხრივ ერთგული ხარ მარადიული ფასეულობებისა და კანონმორჩილი ხარ. იცი რას ნიშნავს სამართლის უზენაესობა და აფასებ დემოკრატიას.
ძალიან საპასუხისმგებლო პოსტი, ბატონო არმაზ დამეთანხმებით და ასაკთან დაკავშირებით იმიტომ კეთდებოდა აქცენტი, ხომ არ იქნება ცდუნება მისი მხრიდან ძალაუფლების. ისე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თუ არის ასეთი შენიშვნა, კი გამიკვირდება, იმიტომ რომ ასაკთან დაკავშირებით იმ მთავრობაში კი იცით რა მდგომარეობაც იყო. დღეს ამ მთავრობაში, ამ გუნდში არის სხვადასხვა ასაკის ადამიანები. ეს მუდამ იყო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი. არათუ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, არც ერთ სხვა შემთხვევაშიც მე არ გავიზიარებ ამ დამოკიდებულებას. გასაგებია რომ ახლა ალბათ დღეს ესეთი სტუდენტი ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი იმ ასაკისა, მაგრამ 31 წელი უკვე ისეთი ასაკია, ჩემი აზრით, ჩემი გადასახედიდან, როდესაც ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას, მით უმეტეს რომ მას აქვს ისეთი 2 წელი გავლილი, სულ ცოტა 2 წელიწად ნახევარიც, გულისხმობ მას შემდეგ რაც ოცნებამ ფეხი აიდგა ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით, ისეთი 2 წელიწად ნახევარი გაიარა, რაც უდრის 10 წელიწად. არ ვაჭარბებს თუ არა ცენზი, ბატონო. აი როგორც საპრეზიდენტოსთან დაკავშირებით შეიძლება მომავალში პრემიერობასაც დაუკავშირდეს ეს მით უფრო, როცა ახალი კონსტიტუციით პრემიერია ქვეყნის მეთაური, ალბათ ლოგიკურია რომ აქაც იყოს ცენზი. ისე ერთ შედარებას გავაკეთებ, აი მღვდელ მთავარს რომ გამოირჩევენ, იქაც არის ეს ცენზი. დადგენილია საეკლესიო კრების მიერ რომ უნდა იყოს 35 წლისა და კიდევ სხვა პირობებია, მაგრამ არის გამონაკლისი. როდესაც გაცილებით უფრო ახალგაზრდა გამოირჩევა ეპისკოპოსად, ეს ღვთისნებაა. აქ ვიტყოდი რომ ეს ასაკი არის ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, შეიძლება მრავალთათვის თემა რომ ისაუბრონ, აი უფრო ასაკოვანი კარგი იქნებოდა, უფრო მეტი გამოცდილებით, მაგრამ მეორე მხრივ ეს ის ასაკია, რომელიც გამოცდილებასთან და ჩამოთვლილ იმ ფაქტორებთან ერთად აღარ გავემეორებ ახლა რაც დადებითი გითხარით, იძლევა იმის შანსს, რომ საქართველო განვითარდეს წარმატებით, დაჩქარებული ტემპით, გონივრულად, აი როცა ვამბობ დაჩქარებული, და არავინ იფიქროს, რომ ვგულისხმობთ ისეთ სიჩქარეს, რაც წლების განმავლობაში ახასიათებდა რეფორმებთან, რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს წინა მმართველობას. ასე რომ ღარიბაშვილის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხვა მოცემულობა და რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცა გამაკრიტიკებს და მეტყვის რომ კი მაგრამ როგორ ენდობით ასე აი მე ვიტყვი ნამდვილად რომ მე ვენდობი ბიძინა ივანიშვილის არჩევანს იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა მისი არჩევანი ამ ადამიანის არჩევანი 2 წელიწად ნახევრის წინ ახლა ეს არ არის უკვე პოლიტოლოგიური მსჯელობა აი სუფთა ადამიანურ ასპექტში გადავედი ნახეთ თუმცა პოლიტოლოგიურთან აქვს შეხება 2 წელიწად ნახევრის წინ ხომ ამდენი გავიდა პირველი განცხადების შემდეგ დაახლოებით ხო დაახლოებით აი გარწმუნებთ რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ვერ წარმოედგინა რომ სულ რაღაც 1 წელიწადში ამ განცხადების შემდეგ ასე განვითარდებოდა პროცესი 1 ოქტომბერი ასე ჩატარდებოდა შემდეგ 27 ოქტომბერი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს კაცი შეასრულებდა თავის დანაპირებს ბევრი მიმართულებით და მათ შორის იმას, რომ წავიდოდა პოლიტიკიდან. ეს გათვლა არის რაღაცაზე დამყარებული, ძალიან მნიშვნელოვანზე. ეს არ არის რაღაციდან მოტანილი. ეს არის სერიოზული ანალიზი, სერიოზული დაკვირვების შედეგად. და მე აქ იმიტომ ვამბობ, რომ არ არის ნამდვილად ჩემთვის და მე ვფიქრობ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბოლო მნიშვნელობის ის რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დასახელებულია ირაკლი ღარიბაშვილი ამ გამოცდილების, ამ სიბრძნის ადამიანის მიერ მე მჯერა რომ ეს იქნება აგრეთვე განსაზღვრელი ფაქტორი ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად და ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი. ძალიან საინტერესოა ამ მომენტზე აუცილებლად ვისაუბროთ. მოდი სმენელები გვყავს და შემდეგ რეკლამა გვაქვს მე მგონი. გისმენთ გამარჯობათ. მოკლედ დასვით კითხვა თუ შეიძლება. გამარჯობათ ბატონო არმას. ბატონო არმას, მე მინდა იმ პრობლემასთან დაკავშირებით ილაპარაკოთ და დაგვიკონკრეტოთ, რომ თუ სააკაშვილმა თავისი მცირეწლოვანი ასაკი ამ პოლიტიკურ სფეროში გაატარა თავისი ხუნჯობით და ფუტურიზმით, რომ რაღაცნაირად საინტერესო ყოფილიყო საერთაშორისო დონის პოლიტიკოსებისთვის, თქვენთვით რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, მაგრამ ის იმაზე უფრო ახალგაზრდა, რაზეც ის არ წავა, რაც სააკაშვილმა გაკეთა, მაგრამ აი საერთაშორისო პოლიტიკოსების ლოჟაში როგორ იქნება მიღებული, იმიტომ რომ ისინი საქმეაოდ
ამბიციურები არიან და ამ პარტნიორები რომ თანასწორთან უნდა თქონდეს საქმეების გარჩევა და მოლაპარაკებები. გასაგები, ანუ აქ საერთაშორისო არენაზე იყო საუბარი, როგორც წარდგება, როგორც ასაკით პატარა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ოღონდ რეკლამა გვაქვს თუ არ ვცდები ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებთ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში არმაზ ახვლედიანი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონოს თუ გნებავ თუ პასუხოთ სმენელს რომელმაც დარეკა და გავაგრძელოთ შემდეგ საუბარი. უპასუხოთ საერთაშორისო დიპლომატია ეს ურთიერთობები იცნობს არაერთ შემთხვევას, როდესაც ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერი ჩაერთვებოდა ხოლმე ამ საერთაშორისო პროცესში პოლიტიკურში და საქმე ის კი არა რამდენი წლისაა ეს ადამიანი, არამედ ისაა რამდენად გონიერია და რამდენად მოახერხებს ამ საერთო მიღებულ წესში თუ სტანდარტში ანუ ძალიან დიდ მნიშვნელობას მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ საერთოდ ვერ უნდა ვხედავდეთ პრობლემას, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი დასავლური განათლება და ეს უდავოდ ხელშეუწყობს მას, რომ ადვილად ჩაეწეროს ამ ლიდერების ფორმატში და იყოს ერთ-ერთი წარმატებული მათ შორის. ბატონო, კიდევ ერთი რასაც ექსპერტები გამოყოფენ ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების შემდეგ არის ის, რომ რადგან თქვენც ბრძანებთ რომ ბიძინა ივანიშვილი მას უპირობოდ ენდობა, გარკვეული საფრთხე იმისა არსებობს თუ არა, რომ თქვა ბიძინა ივანიშვილი მისი წასვლის შემდეგ პრემიერობიდან რაღაცნაირად მართავს მაინც პროცესებს და ირაკლი ღარიბაშვილი უპირობოდ გაითვალისწინებს, თქვა მის რჩევებს ან რაღაცნაირად მოусმეს მას ყველა შემთხვევაში და მაინც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება მთავრობა. ეს ეჭვი გასაგებია რომ სადღაც არსებობს და ის რომ თქვათ მოქალაქეებს ეს შეიძლება აღელვებდეთ, არ არის ეს თავისთავად უცნაური, მაგრამ ძალიან მარტივი და ჩემი აზრით გასაგები ახსნა აქ. ერთი მხრივ წარმოვიდგინოთ, აბა პრემიერი, ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი, რომელიც თავისი წარმატების ზენიტშია და პოპულარობის, რატომ წავა პოლიტიკიდან, თუ კი მას კვლავ მართვა უნდა, კვლავ პოლიტიკურ პროცესში ყოფნა უნდა, ვინ უშლის ხელს მითხარით. თუმცა მან თქვა, რომ გარკვეული კონსულტაციები თუ დაჭირდებათ ჩემგან, მე ამაზე უარს არ ვიტყვიო, მაგრამ გასაგებია რომ მან ისიც თქვა, რომ არ ჩაერევა მთავრობის მართვაში. ძალიან ნორმალური პრაქტიკა მთელ მსოფლიოში არსებული დემოკრატი ლიდერები მიდიან და მათ მრავალი წლის განმავლობაში ეკითხებიან ჭკუას, ეკითხებიან რჩევას, ნეტა ჩვენთან რჩევას ეკითხებოდნენ ერთმანეთს. ეს ტრადიცია დამკვიდრდეს და რა გვიჭირს, მით უმეტეს ასეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ უნდა ვკითხოთ მას და ის თავისი ბუნებით დემოკრატი ადამიანია, თავადაც ისმენს რჩევას და სხვასაც სიამოვნებით თუ კი ჩათვლის საჭიროდ ამ რჩევას აძლევს, ასე რომ აქ კი ვერ ვხედავ პრობლემას და აი მაინც რომ დაუბრუნდეთ ამ შეკითხვას გარედან მართვა თუ სხვადასხვა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი რამ გააკეთა საქართველოსთვის და ისეთ კალაპოტში ჩააყენა ქართული დემოკრატიული პროცესი, რომ მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ ყველანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ მან საღაციდან მართოს რაღაცაში ჩაერიოს უკანონოდ, ეს არის გამორიცხული და ის რომ იგი იქნება აქტიური მოქალაქე, მე ვფიქრობ რომ ეს არის აქსიომა, ნამდვილად ასე იქნება. ხო, ალბათ ამაზე არც არავინ არ დააობს. არც არავინ დააობს და შეიძლება ვიღაცას ეშლება უბრალოდ რომ აქტიური მოქალაქე, რომელიც შესაძლოა გამოვა, გააკრიტიკებს, შენიშვნას მიცემს და სხვა, ეს მისი მხრიდან იქნება პირდაპირ აი როგორც წამალი ისე საჭირო. მე ვფიქრობ რომ საქართველოს შედის ახლა განვითარების იმ ფაზაში, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ არის უცნობი და არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ დარწმუნებთ რომ ეს იქნება ძალიან მისი თუ გნებავთ მომავალში კრიტიკა, შენიშვნა იქნება ნამდვილად
მნიშვნელოვანი და ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესისთვის. რატომ არის თქვა შიშის ფაქტორი პრემიერ-მინისტრის წასვლასთან დაკავშირებით? თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ თქვა საქართველოში ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი რამ პიროვნებებზე დამოკიდებული, სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები და აი რა გავლენა შეიძლება თქვა ივანიშვილის წასვლა მიქონიოს ამ ყველაფერზე? არის ეს არგუმენტი შიშის? ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, რა უფრო იქონიებდა გავლენას წასვლა თუ დარჩენა. რა თქმა უნდა დარჩენას ჩემი აზრით თავისი პლუსები ექნებოდა, მაგრამ ვფიქრობ რომ წასვლით უფრო მეტ პლუს მიიღებს ქართული დემოკრატია. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლუსი, რამდენიმეა ასეთი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ამით შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროთ სრულიად ახალ თვისობრივად ახალ ტრადიციას ქართულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესში. ეს არის წასვლის კულტურა. რაც აქამდე არ ყოფილა, რაც ჩვენ არ გაგვივლია, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ასე რომ ეს თავისთავად არის განსაკუთრებული ფენომენი და ამის შემომტანი დამნერგველი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ხო, მაგრამ ამდენად მზად არის პოლიტიკური სპექტრი, რომ ლიდერი არ იქნება. საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, აქაც მეორე, ყველამ უკვე კარგად ვიცით, მხოლოდ შეხსენების მიზნით ვიტყვი, მეორე მნიშვნელოვან მომენტს უკავშირდებით, ეს არის გათავისუფლება ილუზიების ტყვეობისგან, რომელშიც ჩვენ 10 წლეულებია ვიმყოფებით, რაც იმას გულისხმობს, რომ გვინდა ვიღაცამ გვმართოს. როგორც ბატონმა პრემიერმა თავის დროზე ცოტა ხნის წინ კარგად მოხდენილად თქვა, უნდა გავთავისუფლდეთ მესიებისგან პოლიტიკაში. ამ ტრადიციასაც ამსხრევს იგი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ახალ ტრადიციას უყრის საფუძველს, როცა მე დარწმუნებული ვარ, აი თქვენ თუ მომიწვევთ, მე არ ვიცი, მშვიდობით იყოს ყველაფერი და რამდენიმე წლის შემდეგ მე მჯერა რომ ჩვენ უკვე იმაზე ვისაუბრებთ, რომ ჩვენ საზოგადოებას ნაკლები ინტერესი ექნება იმის მიმართ, ვინ არის პოლიტიკური ლიდერი. ვინ არის პრემიერი, ვინ არის პრეზიდენტი, ამის მიმართ ინტერესი კი არ გაქრება, არამედ იქნება ზომიერი ინტერესი. და დღეს ნამდვილად არ არის ზომიერი. დღეს ანომალიური ინტერესია. აი, მაგდად ირაკლი ღარიბაშვილს და დავასრულოთ ამაზე საუბარი. აქვს მონაცემი გახდეს ლიდერი? მე ვფიქრობ, რომ იგი დღეს უკვე ლიდერია. ეს ერთი და მეორე, აქ კიდევ ხანგრძლივი პროცესია, რაც მნიშვნელოვნად მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ამავდროულად განსაზღვრელი არის ის, რომ აი რაც თავში გითხარით და უნდა გავემეორო აუცილებლად. ჩვენ რა მიმართულებით მივდივართ, რა ტენდენციაა? თუ კი ტენდენცია დემოკრატიისკენ და ნამდვილად ასეა ახლა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ლიდერი და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ამ პირობებში მოახერხებენ იმას, რომ გაიზარდონ, დაიხვეწონ, იქცენ ნამდვილ დემოკრატებად და სხვებიც აქციონ დემოკრატებად და ამით დემოკრატიული პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განვითარებადი და წარმატებული. და წარმატებული გავხადოთ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა. ასე რომ ამას ვხედავთ, ამას ჭირდება ძალისხმევა, ამას ჭირდება გუნდის სწორად შერჩევა მომავალში, სხვადასხვა დონეზე, როცა გუნდს ვამბობთ, მარტო პირველ პირებს ხომ არ გულისხმობთ, არა, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ადგილობრივი არჩევნები. აი გადაწყდება ქართული დემოკრატიის ბედი ადგილებზე. როგორი იქნება რეალურად ქართული დემოკრატია სოფლად, რაიონში, ქალაქში და ასე შემდეგ და ეს მნიშვნელოვნად პოვებს შემდეგ მომავალში ასახვას უახლოეს მომავალში ჩვენზე, ჩვენს ყოველდღიურობაზე, ჩვენს ყოფაზე, ჩვენს მომავალზე, რომ მე ვგრძნობ, რომ აღებულია კურსი სწორი, მაგრამ ამასთანავე ვგრძნობ იმას, რომ პოლიტიკურ გუნდს დღეს და უპირველესად ამ გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ყველაზე კარგად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს წინაშე. სწორედ ამ პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, რომელიც მივიღეთ ბოლო თვეების განმავლობაში, რომელსაც კიდევ მიიღებს ეს ხელისუფლება მომავალში. ბატონო, მოდით მსმენელი გვყავს, მოვუსმინოთ და შემდეგ რეკლამა, ბოლო სარეკლამო ჭრა იქნება ჩვენს ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამეხარდა, რაც შეეხება პერიფერიებს, ბატონო არმაზ,
თქვენ კარგად জানেთ, მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ხდება რეგიონებში და აქედან გამომდინარე მე ასეთ შეკითხვა მინდა დავსვა, ისევ ისეთი ახლობელი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, ანუ ისევ მოგიწმეს შეხვდება ჩვენ და ისევ ახლო იქნება ჩვენთან, ეს ერთი კითხვა. მეორე, რაც ეხება რეფორმები იყო გაუტირებული კადაფის თქვენ როგორ იქნება ახლა იქნება რეფორმები არის მის ხმა დაიკარგა. ხო, დაიკარგა. ცუდად. მოდით მაგრამ მე მგონი აზრი გასაგებია და გიპასუხებთ რეკლამის შემდეგ, რეკლამა ჩვენს ეთერში. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ნაწილია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი გახავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო, თუ გსურთ ჩვენ მსმენელს უპასუხოთ კითხვაზე, რაც მან დასვა და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. კითხვა ძალიან აქტუალური იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანებთან ურთიერთობა ხელისუფლებისა. ერთი უბედურება ჭირს ხელისუფლებას არადემოკრატიულ ან ნაკლებად დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში. მას ადამიანი ახსოვს არჩევნების წინ. ამომრჩევლად განიხილავს მას. ადამიანი ნაკლებად ახსოვს საერთოდ. ქართულმა ოცნებამ მე ვფიქრობ, შეიძლება ყველაფერი ვერ გააკეთა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერც გააკეთებდა და მე მესმის ახლა ალბათ რამდენი გვისმენს, ვისაც ჯერ კიდევ როგორ უჭირს, რამდენი პრობლემა აქვს, საკუთარი თუ საზოგადო მოუგვარებელი, მაგრამ ერთი ხომ ნამდვილად მოხერხდა ამ მცირე დროის განმავლობაში, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოახერხა და ადამიანს უმთავრესი რაც ჰქონდა წართმეული ეს დაუბრუნა. ეს არის თავისუფლების ხარისხი, თავისუფლება, სილაღე, როდესაც შენ აღარ ხარ შეზღუდული ასე უსაშველოდ პოლიტიკური კონიუნქტურით, სხვა მრავალი სიმრუდით და სიმახინჯით. ეს იმდენს ნიშნავს და ასუხად აგრეთვე ამ კითხვაზე. რა იქნება მომავალში, როგორ გააკეთებს ამას მომავალი პრემიერ-მინისტრი, ხომ არ დაშორდება საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ ოცნების წარმატების ფორმულა სწორედ ადამიანებში ყოფნა, ადამიანებთან ერთად ყოფნა არის, ადამიანური პოლიტიკა და ამ პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება, რა თქმა უნდა, და გამამტკიცებელი ირაკლი ღარიბაშვილი. მე ამაში ეჭვი არ მეპარებ. გასაგებია, არ შემიძლია არ კითხოთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, დღეს მთელი დღე მედიაში ამაზე მეტი საუბარი, ითქვა ის, რომ პრეზიდენტის სასახლეში განთავსდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ახალ არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა ამის შესახებ. მე მაინტერესებს, ამას მოყვა გარკვეული რაღაცა საწინააღმდეგო აზრიც, რატომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შეგიძლიათ გითხრათ, ან არის ეს სასახლე ამისთვის რაღაცა ინფრასტრუქტურულად მოწყობილი და განიხილებოდა თუ არა კიდევ სხვა რამე, რომ ამ სასახლეში გათავსებულიყო. ხომ არ ხდება დისტანცირება, არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილისგან და ეს ამიტომ ხომ არ გაკეთდა? განიხილებოდა სხვა შესაძლებლობაც, რომ თქვათ იქ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გათავსებულიყო. ხოთროს მეცნიერება გააგრძელეთ განცხადება დღეს ამის შესახებ. სხვა დანიშნულება ქონოდა კიდევ კულტურული, მაგრამ ის რაც გამოცხადდა თუ ასე გადაწყდა საბოლოოდ უნივერსიტეტი ამ სივრცეში, ალბათ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ განათლებისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელია ეს. მე გარწმუნებთ, რომ ალბათ სხვა რომ აერჩიათ პრეზიდენტად, არა ჩვენი კოალიციიდან, სხვა შემთხვევაში ალბათ ვერავინ შეელეოდა იმ ერთი შეხედვით ლამაზ რეზიდენციას, აი ესეთ მოხდენილ პრინციპში რაღაც პოპულისტურ ნაბეჯეთაც შეფასდა ეს უმცირესობის მხრიდან, რომ აი არ სურს თქვა პრეზიდენტს ამ სასახლეში შესვლა. უმცირესობის მხრიდან პოპულიზმზე საუბარი მე სასაცილოდ მიმაჩნია ნამდვილად, მეტი რომ არ ვთქვა. ეს არის ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ უჭირს დღეს ჩვენ ქვეყანას ეს ერთი. მეორე, რას ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომია და საერთოდ რას ნიშნავს იმის გააზრება, რომ შენ ხარჯავ ხალხის ფულს. ეს არ არის შენი. და რას ნიშნავს, რომ შენ
განთავსდე, წარმოვიდგინეთ, პრეზიდენტი არჩეული გაცილებით უფრო მცირე ყუდრო სივრცეში და გულისხმობ კანცელარიას, სახელმწიფო კანცელარიას და ათონელზე შემდეგ ათონელზე რა თქმა უნდა და იქ კიდევ მიცე ასპარეზი განათლებას, მომავალს თუ ამაში პოპულიზმია და თუ ვინმეს ეს პოპულიზმი გონია, იფიქროს რომ პოპულიზმია. ეს არის ნამდვილად პრაგმატული და სტრატეგიული გადაწყვეტილება. ხო, მაგრამ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თუ არა, თქვა საზოგადოებრივი აზრი ასეთ შემთხვევაში. შესაძლოა ამას ყავდეს ბევრი მოწინააღმდეგე. უფიქრიათ ამაზე. ბევრი მოწინააღმდეგე ყავდეს და ახლა არც ის მგონია რომ ამაზე რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ. არა, მე არ გულისხმობ რეფერენდუმს, მაგრამ იმდენ რამეზე გვაქვს ჩასატარებელი სხვათა შორის. აქ კი დარწმუნებული ვარ, მე ჩემს არს მოგახსენებთ, არ ვიცი ახლა სხვა როგორ ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მოიწონებს ამ გადაწყვეტილებას, რომ იქ პრეზიდენტი ადმინისტრაცია კი არ იყოს, არამედ კულტურა და განათლება იყოს. კულტურა და განათლება ერთადერთი საშველი და გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ ეს აქცენტი ახალი მმართველობის პირობებში უკვე თავისთავად სწორი აქცენტია. კულტურა და განათლება. ყველაფერი სხვა არავის ეწყინოს. ხო, მაგრამ შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბათუმში არსებობდა. ნახეთ დავასრულებ. პარტიის ჩათვლით, მე ამას არ უნდა ვამბობდე. მეორე ხარისხოვანია. აი დემოკრატიისთვისაც კი მეორე ხარისხოვანია და უმთავრესი არის კულტურა და განათლება. კულტურას და განათლებას მე იმ რეზიდენციას კი არა, აი არ ვიცი, ალბათ კიდევ ბევრ სხვა რამეს გადავცემდი და დაუთმობდი. ამ ტიპის ქვეყანაში საქართველო რომ არის კულტურისთვის და განათლებისთვის, არათუ არ უნდა დაგენანოს რამე, არამედ ალბათ უკანასკნელი უნდა გაიღო, იმიტომ რომ ეს არის კულტურის და განათლების ქვეყანა. ბათუმში რას უშვებით შენობას, რომელიც იყო განკუთვნილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის? გასწუნებთ, რომ იმ შენობას თავისი ფუნქცია გამოუჩნდება, მაგრამ ბევრი ამბობდა იმას, რომ იქ უნივერსიტეტის განთავსება იმ სივრცეში არ იყო შესაძლებელი, სხვადასხვა იყო მოსაზრება, მე არ მაქვს ეს საკითხი შესწავლილი და ამდენად ჩემი პასუხი არ იქნება კომპეტენტური. ბათუმში ბევრი რამ შეიცვლება კიდევ, მათ შორის განათლების კუთხით იმ რეგიონში, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ ალაბრის რეზიდენციაზე და თუ კი ამ თემას შევაჯამებთ, თავარი არ უნდა დაგვავიწყდეს. ვინ რას იტყვის, რატომ იტყვის, აბა მოვიდეს და მითხრას. რატომ განათლება? რატომ კულტურა? არ ვიცი, წარმოვიდგინე. კი ბატონო, ორი მსმენელი ყავს. ძალიან მოკლედ რო დასვათ კითხვა, იმიტომ რომ რამდენიმე საკითხი კიდე გვაქვს ბატონ არმასთან გასავლელი, გისმენთ. საღამოშიდობით. მოკლედ დასვის კითხვა თუ შეიძლება. კი ბატონო. რადგან ეს თემა შემოიჭრა პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ჩემ პოზიციაზე ავაფიქსირებ, მაგრამ მე ვფიქრობ, ის უნდა იყოს მუზეუმი და ეს ქართულ-ამერიკული და ამის ხაზგასმა და ისევ ამერიკულის შემოგდება, ეხლა მე ამერიკის წინააღმდეგი არა ვარ და პროფესიულად ჩამithვლით, მაგრამ რაღაცა ყურის მოჭრის სუნი ასდის. უკაცრავად თუ ვინმეს ეწყინება ეს ჩემი აზრი. და მეორე თემა ბატონო არმაზე, ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ქართული ოცნება და საერთოდ პარტიები უნდა განვითარდნენ. მე ამას ვერ ხედავ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში 6 პარტიაა და იქიდან ხა შეიძლება ნაწყენის პოლიციიდან როგორც გულშემატკივარი ერთ-ერთი პარტიის გამოდის, მაგრამ 1-3 პარტია ალბათ თქვენი თომას მიხვდებით, საერთოდ არა ჩანს. 2 პარტია ერთ პარტიას თავისუფალ საქართველოს ალასანიას პარტიას მინისტრები აყავს რამოდენიმე 5-6 და ვითარდებიან თავისებურად და ჩანან და ძლიერდებიან რესპუბლიკელებიც ასევე ქართულ ოცნებაზე არაფერს არ ვამბობ. დანარჩენები რატო არ ვითარდებიან და რატო არ არის გასაგებია. რომ ყველა გასაგებია, დიდი მადლობა. კიდევ ყავს მსმენელი, გისმენთ უცებ. გამარჯობათ. ბატონო არმაზ. აი პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ჩავატაროთ რეფერენდუმი. ბატონი გიორგი, შევიდეს ამ ბრწყინვალე შენობა. ეს არის პრეზიდენტის სასახლეა, სტუმარი რო ჩამოვა. გვიხარია რო შევხედავთ ხოლმე და ასეთი ლამაზი შენობა. გასაგებია, დიდი მადლობა. ბოდის ვიხდებოდ რა არის. აგულისტიკელი არის ამ შენობასთან დაკავშირებით. ნამდვილად და საერთოდ
არ ვიცი რამდენია ვინც ასე ფიქრობს რა თქმა უნდა სახელმწიფოს მეთაურს უნდა კონდეს ის სივრცე რომელიც სიმბოლურად აქ არაფერია სადაო ასე უნდა იყოს მაგრამ ჩვენ ხომ არ ვამბობთ იმას რომ ამ შენობას გადავცემთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებას სამთავრობოს გულისხმობ არა საუბარია უნივერსიტეტზე ამ თქვა აი ბატონმა ბრძანა მუზეუმი არაჩვეულებრივი იდეა წარმოიდგინეთ საქართველოში მუზეუმი რას ნიშნავს ეს ანუ ჩვენი საგანძური როგორ უნდა იყოს დაფასებული როგორ უნდა იყოს რა სივრცეში უნდა არსებობდეს ერთიც კარგია და მეორეც აი კიდევ რომ იყოს ასეთი შენობა ალბათ იქ მუზეუმიც განთავსდებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჩვენი უმთავრესი კულტურული საგანძური მისთვის ალბათ აი არც ერთი შენობა არ უნდა დავინანოთ საქართველოში ყველაზე კარგი რაც არის ის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უნდა გადავცეთ არ ვიცი კიდევ პარტიებს რაც შეეხება აქ დროც არის საჭირო მაგრამ უფრო მეტად სხვა რამ არის საჭირო საჭიროა ამ პარტიების მაგრამ მე ახლა კონკრეტულად ჩვენს პარტიაზე ვისაუბრებ მოქცევა დემოკრატიულ კალაპოტში სრულად ეს როგორ შეიძლება ეს მოხდეს ეს ნიშნავს იმას რომ შიდა პარტიული დემოკრატია შიდა პარტიული აქ არაფერია ახალი აპრობირებულია ამაზე უკვე რამდენი აწლეულია მუშაობს დასავლური პოლიტიკური სივრცე ჩვენ ეს უბრალოდ უნდა მოვახერხოთ ჩვენთან მე მჯერა რომ ქვეყანა რომელმაც შეძლო 27 ოქტომბრის არჩევნების ასე ღირსეულად ჩატარება იმასაც მოახერხებს მისი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების შეკვეთაცაა ესა რომ მართველი პარტია იყოს დემოკრატიული იყოს სამაგალითო ეს უნდა იყოს პარტია რომელიც დღეს თქვი და გავემეორებ გაუძლებს მრავალ გამარჯვებას და მრავალ დამარცხებას. ბატონმაც აქვე ეს არის პარტიული სტაბილურობის და დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელი. სანამ პარტიის ყრილობაზე კითხავდეთ ბოლო წუთებში მინდა ამაზე დაგელაპარაკოთ ძალიან საინტერესოა შინაგან საქმეთა მინისტრი ვინ იქნება როდის გვეცოდინება ეს უკვე ვიცით რომ არ იქნება დაცვის წევრი ვინც იყო ბატონი ანზორი ჩუპინიძე ეს თქვა პრემიერმა და ის უკვე იცის ახალმა პრემიერ-მინისტრმა დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამაზე მე ინფორმაცია რომც მქონდეს რა თქმა უნდა ახლა თქვენთან ამას ვერ ვიტყვი ეს არის პრემიერ-მინისტრის მომავალი პრემიერ-მინისტრის სრული უფლებამოსილება რომ გამოაცხადოს და ასახელოს და მე ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ასე ნალოლიავებ სტრუქტურას სისტემას ბატონი ირაკლი ჩააბარებს ღირსეულ ადამიანს ვინაც მოახერხებს და ამ წარმატებულ გზას კიდევ უფრო წარმატებით განაგრძობს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ეს სამთავრობო ცვლილებებიც სავარაუდოდ იქნება მინისტრთა კაბინეტში. როგორ ჩანს იქნება, მაინც მე ასე მგონია, აქ უკვე ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ, იმიტომ რომ მოდის ახალი პრემიერი ეს თავისთავად გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს. რამდენი ადამიანი შეიძლება რომელ მინისტრს შეეხება ეს ჯერჯერობით არ ვიცი რომელ შეეხება არც ეს ვიცი მაგრამ ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის რომ არის პოლიტიკურ სივრცეში ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არაერთი ადამიანი ვინც ამ და სხვა საქმეს არანაკლებ წარმატებით გაუძღვებოდა მე მჯერა რომ საერთოდ სიახლე ცვლილება არის სასარგებლო. მით უმეტეს თუ ეს ცვლილება და სიახლე არის გონივრული. ეს იქნება გადანაცვლება ბატონო არმაზ თუ გარედან ვინმე შეიძლება კიდევ ვიხილოთ რომ არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. გასაგებია და რაც შეეხება პარტიას. ორივე დასაშვებია და ორივე ნორმალურია, დემოკრატიულია, არაფერი ცხადია. ეს გარკვეულ ყევებს არ გამოიწვევს. თქვენი არის ბუნებრივი და საზოგადოების იქვინ იქნება, აქვინ იქნება, მაგრამ მე ისევ დაუბრუნდები იმ თემას, როგორ ვოცნებობ იმ საქართველოზე, სადაც არავის არ დააინტერესებს, როგორი ცვლილებები იქნება გარდა ექსპერტების და ამ პროცესში ჩართული ადამიანებისა, მაგრამ დღეს რომ ინტერესია არ ვიმაჩნია რომ ეს ინტერესი ნორმალურია თუმცა გასაგებია რატომაცაა ეს ინტერესი ასე რომ იმედია დადგება ეს როცა ინტერესი აღარ იქნება ასე ჩვენ დემოკრატიულად ვივლით და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება პროცესი ვიდრე მასში ჩართული სუბიექტები
გასაგებია, რაც შეეხება პარტიის ყრილობას, იგეგმება 24-ში თუ არ ვცდები, ყოლება ახალი თავმჯდომარე, ეს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ. ეს იქნება ახალი განცხადებაც მინდა რომ ეს დღეს გააკეთეთ, რომ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად მიტმასნილები არიან ამ პარტიას და რაღაცა წმენდა მოხდება. როგორ მოხდება ეს? ან რა იყო თქვენი განცხადება? ნუ მე პერიფრაზე არ მომიხსენია. ხერხულად, მაგრამ ყველა პარტიაში არიან ასეთი ადამიანები, ცხადია და განსაკუთრებით მართველ პოლიტიკურ ზალაში ხდება ხოლმე ისე რომ მიეტმასნებიან. აი ამ ქოლგის ქვეშ დგომა ბევრს მხოლოდ იმიტომ უხარია და ჭირდება რომ რაღაც თავის ვიწრო ადამიანურ ყოფით პოლიტიკურ თუ სხვა ინტერესს მოახმაროს მხოლოდ ეს ქოლგა და სხვა ამ ქოლგის ქვეშ ყოფნა. მე ახარ ბილად ვამბობ რა თქმა უნდა, შემიძლია ცოტა უფრო მკაცრადაც თქვა, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, მიმაჩნია რომ ჩვენი რაიონული საქალაქო ორგანიზაციების რაღაც ნაწილი, ასევე საშუალო რგოლი, შეიძლება ცენტრალური სტრუქტურაც ითხოვს ცვლილებებს. ეს ცვლილებები არის პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ნორმალური ევროპული პოლიტიკური პარტია. აქ ლაპარაკი არ არის რაოდენობაზე, არავინ არ მისდევს ამ რაოდენობას, აქ უნდა იყოს იდეა, სწორი ხედვა და პოლიტიკური პროცესის მუდმივი გამჯანსაღებელი უნდა იყოს პარტია. თავად უნდა ახერხებდეს გაჯანსაღებას შიგნიდან, ამას ჭირდება დემოკრატიული ჩართულობა, შიდაპარტიული დემოკრატია, წესრიგთან ერთად რა თქმა უნდა ეს და დისციპლინასთან ერთად, მაგრამ პარტია როცა ჯანსაღია, განსაკუთრებით მართველი, ეს ნიშნავს რომ პოლიტიკური პროცესიც ჯანსაღი ხდება. პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება ჯანსაღი თუ პარტიები არ არიან ჯანსაღი და განსაკუთრებით მართველი. ხედავთ რა პასუხისმგებლობა არის ჩვენს წინაშე. მე მჯერა რომ ეს პარტია, რომელსაც საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა, ნამდვილად მოახერხებს რომ ღირსეულად ატაროს ეს დროშა და გახდეს სამაგალითო იმ ხრივ რომ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში თანამედროვეში ჩამოყალიბდეს ნორმალური ხასუსვა დასავლური დემოკრატიული პარტია, მართველი პარტია. და ბოლოს შეკითხვა ბატონო არმას ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, საგარეო მიმართულებას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როგორც ცნობილია, ის არის მიხეილ მაჭავარიანის ძმა და მედიაში ეს ხაზი დღეს რაღაცნაირად მუცირებდა. აი ეს რაღაცნაირად უხერხულობას არ ქმნის, მე ვიცი რომ ეს მრჩეველი იყო. სულ რომ 1 მილიონი ადამიანი ახლა სხვა აზრზე იყოს, მე მაინც ჩემს აზრზე ვიქნები. მე არ მიმაჩნია ოჯახის წევრების, ძმების, მამის, შვილის ამ ნიშნით დაყოფა სწორად არ მიმაჩნია სწორად. რა მნიშვნელობა აქვს სად არის მისი ძმა და რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას ემსახურება. ჩვენ ხომ ახლა საუბრობთ კონკრეტულ ადამიანზე, ბატონ ვანო მაჭავარიანზე. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ აქ შემიძლია ნამდვილად დავადასტურო რაღაც თქვენ ეს მკითხეთ, რომ ბატონი ვანო არის ძალიან განათლებული და გამოცდილი ადამიანი საერთაშორისო პოლიტიკაში და არა მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკაში, ასე რომ მე მივესალმებოდი მის ჩართულობას. ვამბობ, არ ვიცი რა ფორმა გამოინახება ამისთვის, მაგრამ მისი ჩართულობა ვფიქრობ ძალიან სასარგებლო იქნება. ამას უხერხულობას არ მე არ მიქმნის უხერხულობას და არ მგონია რომ ნორმალურ ვითარებაში დემოკრატიულ სივრცეში ეს ჩვენ უნდა გვიქმნიდეს უხერხულობას. გავთავისუფლდეთ ამისგან თუ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს შეიძლება ოჯახში იყოს 5 წევრი და 5-ვე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა. ეს არის ნორმალური, არ შეიძლება ასე. ჩვენ ამ კომპლექსისგან უნდა გავთავისუფლდეთ. გასაგებია. იმედი მაქვს გავთავისუფლდეთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ დრო ამოიწურა. მსმენელებს შევახსენებ, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი პასუხობდა დღეს ჩვენ შეკითხვებს. მადლობა მას მობრძანებისთვის, მადლობა რომ გვისმენდით და აქტიურობდით. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ 6-ის ნახევარზე ნახვამდის. დროა გავიგოთ. დროა ვიმშელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოძესთან ერთად. რადიო იმედზე.